მოგესალმებით თეონა თამუნა მივესალმებით თქვენს მაყურებელს მადლობა ჩართვისთვის ეს რაც დიდ ბრიტანეთში გაგრძელებაა ხო პრინციპში გადაწყვეტილებების კასკადების რომელიც ჯერ კიდევ წინა წელს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ეს არ არის პირველი ასე ვთქვათ პაკეტი სანქციების ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ნუ ეს ჩვენ ჯერ კიდევ როდის ვამბობდით რომ ეს ყინული დაძრულია და ეხლა რაც არ უნდა გახსოვთ რომ იანვარს გაიძახდა ხოლმე ხო ოცნება რომ აი ტრამპი რატომღაც თვითონ უკავშირებდნენ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლას თავად ოცნება უკავშირებდა რომ შეიცვლებოდა ავტომატურად ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და მე რა ვიცი რამდენი ხანია გასული 20 იანვრიდან თითქმის მალე 20 აპრილი გახდება ხო 10 დღეში და ამ ხნის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ხედავთ რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან დამოკიდებულება არ შეცვლილა ხო ამიტომ აი ოცნებას უყვარს ხოლმე იმისი თქმა რომ ოპოზიციაზე უყვარს ხოლმე ხო თქმა და ნუ ჟურნალისტებსაც და ჩვენ ყველანი ხო deep state-ს წარმოვადგენთ თუ მართულები ვართ deep state-დან და უყვარს ხოლმე იმისი თქმა რომ აი ელოდებიან უცხოელი პარტნიორები რას ეტყვიან და ასე შემდეგ თუ კი ვინმე ელოდება უცხოეთიდან რა მოხდება და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ტრამპზე მაქვს საუბარი არის თავად ოცნება მაგრამ ნუ იმედგაცრუება ხო ისინი ბრიტანეთსაც deep state-ს ამბობენ მაგრამ ნახეთ აი რა ეფექტი ექნება ამას თქვენ მუშაობთ წარსულში ამ სისტემაში და აი რა ეფექტი ექნება გენერალური პროკურორის დასანქცირებას მაგათაც ეს სიახლეა არის ჯერ ერთი ახლა ისტორიაში პირველად ბევრ ამას უყურებთ ახლა სამწუხაროდ ხო ძალიან ძიმი არის ქვეყნისთვის რომ ისტორიაში პირველად ყავს მათ შორის დასანქცირებული მოსამართლეები ოფიციალური ოფიციოზები და მათ შორის ასე ვთქვათ პროკურატურის წარმომადგენლები ეს საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან ძიმეა მაგრამ ნუ ეს მათ მიიყვანეს ქვეყანა და თითოეული მათგანის პასუხისგებლობაა ეს იცით რისი გამოხატულებაა თეონა მახსოვს პირველად ჩვენ რო ვთქვით რომ აუცილებლად პერსონალური პასუხისგებლობები დადგებოდა ნუ მაშინ დიდი კასკადი წამოვიდა ნეგატივის ოცნების და ოცნების პროპაგანდის მხრიდან და ზუსტად ამას ნიშნავს რომ ვინმეს თუ ეგონა და გონია რომ მხოლოდ ივანიშვილზე მოხდება ამ პასუხისგებლობის გადატანა და ესე ვთქვათ ივანიშვილი ვისითაც ამ რეჟიმს ქმნის ამ ადამიანების პერსონალური პასუხისგებლობები არ დადგებოდა ამ მითის ჩამოშლა თითოეული ადამიანი ვინც ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის შექმნაში, რა თქმა უნდა, მათი პასუხისგებლობები დგება და მომავალშიც დადგება. ეს ერთი მითი. მეორე მითის ჩამოშლა მიმდინარეობს, რომ ივანიშვილი დაალაგებს ტრამპთან. კიდევ ერთხელ ამდენი თვე გავიდა 20 იანვრის შემდეგ და ვერც ვერაფერი ვერ დაალაგეს, იმიტომ რომ რა გააკეთა იმისთვის, რომ დაალაგებულიყო, ადამიანებს აღარცემს, ადამიანები გამოუშვა, უკანონო პატიმრები თუ რა გააკეთა ერთი პოზიტივი მაინც, უარესი და უარესი ხდება. ამიტომ ივანიშვილის ეს მეორე მითი, რომელსაც ცდილობდა რომ შეექმნა თავისი თანაგუნდელებისთვის, რომ აი მე დავალაგებ, მე დაგიცავთ იმას ვიზამ, ამას ვიზამ, საპნის ბუშტივით გასკდა და ეს ყველაფერი რაც მათ შორის ეს დიდი ბრიტანეთის სანქციები ამისი დამადასტურებელია და სხვათა შორის მესამე რაზეც მინდა ხაზი გაუსვა თეონა თამუნა თქვენ კარგად აკეთებთ ხოლმე თამუნას მოგიკითხავთ და გვიბრუნდება თამუნა მალე ეთერში ბოდიში მე მივხედავ და კი თეონა ბოდიში და შესაბამისად აი ეს აზრი გამიწყდა ბოდიში გიხდით ხო განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მხრიდან შესაძლო სანქციები როდესაც პირველად გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ განსაკუთრებული ისტერია მოყვა თუ გახსოვთ ოცნების მხრიდან იმიტომ რომ დიდ ბრიტანეთში როგორც ჩანს და როგორც ვრცელდება ინფორმაციები დიდი ფინანსური ინტერესები არსებობს ოცნების უბრალოდ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის რაზეც დგას იმ ადამიანების ხო მათ შორის მაგალითად მთავარი პროპაგანდისტული იარაღი მედია ეს TV იმედი ზუსტად დიდ ბრიტანეთში დაკავშირებულ კომპანია არის ხო რომელიც ესე ვთქვათ მართველი არის იმედის ამიტომ ეს განსაკუთრებული შიშები და ისტერია დიდი ბრიტანეთის მიმართ არაერთხელ გამოჩნდა მათი ოფიციალური განცხადებებიდან და ნუ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს მათი თქმისა არ იყოს ვერც ვერავისთან ვერ დაალაგა ივანიშვილმა და მისი ეს მითიც უძლეველობის მითი მოდი ასე ვთქვათ და აი მე თქვენ დაგიცავთ ეს მითიც საპნის ბუშტივით გასკდა. კი ბატონო, სხვა შორის ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა განცხადება ის წერს რომ აი სწორედ დიდი ბრიტანეთი არის პირველი სახელმწიფო რომელმაც გენერალური პროკურორი დაასანქცირა პირველი სახელმწიფო რომელმაც საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი დაასანქცირა ეს ვრცელი წერილია ცოტა ხანში გავაცნობთ მასაც მაყურებელს მაგრამ ქალბატონო მინდა რომ დავუბრუნდე კი
მინდა რომ დავუბრუნდე ჩვენს ერთ-ერთ მთავარ თემას, ჩვენ სათაურს მათ შორის წულუკიანი პარლამენტში რომ იბარებს გიორგი გახარიას. დღეს ვადევნებდით თვალს სხვათა შორის სოციალურ მედიაში და თქვენი გუნდის წევრები ძირითადად პოზიციონირებდნენ ასე, რომ ეს მათი სუბიექტური აზრია, მაგრამ გახარია უნდა მივიდეს მათი აზრით კომისიის ხდომაზე. როგორია პარტიის პოზიცია? გახარია განიხილავს თუ არა ამ საკითხს პარტიასთან, პარტიის წევრებთან? გახარია ფიზიკურად საქართველოში არ არის, როგორც იცით, პრინციპში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება საქართველოში. აქვე თქვენს მაყურებელსაც მინდა უთხრა, რომ როდესაც ეს უწყისი მოვიდა კომისიაზე დაბარების, მისმა მშობლებმა ჩაიბარეს, მშობლებს მიუტანეს უფრო სწორად და მათაც ბუნებრივია ჩაიბარეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით კიდევ ერთხელ მოგობ, კაი ხანია რომ საქართველოში არ არის და ეს ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში იყო ვიზიტით, მალე დაბრუნდება. მე გავიმეორებ ჩემი თანაბრუნდელების პოზიციას, ხო, იგივე ბერდიას პოზიცია გავუშვით თქვენ ქუჩში ბერდიას დინამასი, რომელიც ჩვენი აღმასრულებელი მდივანია, პრინციპში მეც ბერდიას პოზიცია მაქვს. ჯერ ერთი მართლა მიმაჩნია, რომ ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება, ეს არის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ სხვათა შორის თქვენ თქვით, რომ თქვენი გუნდი პოზიციონირებს, რომ ალბათ უნდა მივიდეს და სხვათა შორის Facebook-ზე იყო ასეთი კომენტარები აშკარად თქვენი გუნდის წევრების მხრიდან, რომ აი მათი აზრით, მათი სუბიექტური აზრით. აი მე ვაკვირდები ხოლმე სხვათა შორის ამ სოციალებში განწყობების, ესე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა მიყვარს განწყობებისადმი და მე გამიკვირდა იმდენად დიდი, ესე ვთქვათ, წამოვიდა, რომ აი ალბათ ჯობია რომ მაინც მივიდეს. თუმცა თეონა ეს არ აღიქვათ გადაწყვეტილებად პარტიის და გახარიასი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება უნდა მივიდეს. რა რიცხვში არის დაბარებული თუ შემახსენებთ ბოდიში უწყისში არ მახსოვს რა ეწერა. კი, თუ არ მეშლება და არ უნდა მეშლებოდეს ორშაბათს. ანუ ეს არის 14-ია თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ნუ პრინციპში უახლოეს დღეებზეა საუბარი. და როგორც გითხარით, ეს არ აღიქვათ ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილებად, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, მაგრამ ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში ბერდიას იჩინავას პოზიციას ნამდვილად ემთხვევა. კი ბატონო. ანამ, მე მაინც გონია რომ გადაწყვეტილი აქვს გახარიას და დავუშვათ რომ ის ორშაბათს მივა. ესეც ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის, კი ბატონო. დავუშვათ რომ მივა ორშაბათს გიორგი გახარია კომისიის ხდომაზე. რას მისცემს ეს გიორგი გახარიას, რას მისცემს წულუკიანთან პირისპირ ყოფნა, რას უნახავთ, რა იქნება ამ კითხვა პასუხში? მოდი ესე ვთქვათ, თეონა, თქვენთანაც არაერთხელ ყოფილა რესპონდენტი და ზოგადად გახარიას თვის კითხვებზე პასუხი არც ერთ ფორმატში არავისთან არ ყოფილა არასოდეს. მაშინაც როცა ასე ვთქვათ ხელისუფლებაში იყო და მაშინაც როდესაც ოპოზიციაში, ეს მისთვის დისკომფორტი არასოდეს ყოფილა. მე პირადად მასთან ერთად ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ, 9 წელია დაახლოებით და ყოველთვის ასე იყო, რომ მისთვის დისკომფორტი არ არის, არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა და არც ერთი კითხვის მოსმენა. და შესაბამისად ახლა რას მისცემს დასამალი მას ნამდვილად არ არის. ხო, მაგრამ აქ ხომ სხვა რაღაცას ეხება საქმე, რა, თქვენ არ ცნობთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ეს არ ქმნის წინააღმდეგობას. დამასწარით ფაქტობრივად ამას ვამბობთ, ახლა ლეგიტიმური იქნება ვიღაც თუ არა ლეგიტიმური იქნება, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის თქვენთან როდესაც ვიყავი მე ბოლოს სტუმრად სტუდიაში, თქვენთანაც თქვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი სხვა кейსები რაც იყო, ჯერ ერთი ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის ჯარის წარმომადგენლები იყვნენ და არ მგონია ასე ფორმულირება სწორი, რომ თითქოს მათ მოახდინეს ლეგიტიმაცია. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს სწორი არ არის, არც მათთან და ზოგადად არ არის სწორი. მაგრამ მე როგორც იურისტი, რაღაცა იურიდიული ლოგიკა გვაქვს, ხო? იურისტებს განსაკუთრებით. ახლა მაგ ლოგიკით მაშინ მუსიძესთან რომ მიდის ვიღაცა, მუსიძე სანქცირებული მოსამართლეა და ლეგიტიმაციას ვაძლევთ. არა, რა თქმა უნდა, ხო? ან მაგ ლოგიკით მაგალითად ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ აბსოლუტურად არაკონსტიტუციური კანონები როა მიღებული ბოლო პერიოდში ადამიანების ჯარიმების გაზრდაზე და ადამიანები რო იძულებულები არიან რომ ეს ჯარიმა გადაიხადონ, რა ლეგიტიმაციას ვაძლევთ? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ მე არ დავაკავშირებდი, არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ამ პარლამენტის არალეგიტიმურობის ფაქტი შემდგარია თეონა. ამიტომ ყველა ჯერზე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ეს მხოლოდ ოცნებას აწყობს. ეს არ მიმაჩნია სწორად. აი მისლის შემთხვევაში ქალბატონო ანა მაინც ხომ არ იქნება ასე აღქმული რომ მაინც უფრო მეტად мотиваცია შეიძლება იყოს თავიდან არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ან გირაოს შეფარდების ან არ ვიცი ქვეყნიდან გასulis შეზღუდვის ხომ აი ირაკლი ოქროაშვილის შემთხვევაში იყო ასეთი
პრეცედენტი, იმიტომ რომ ამ კომისიას რომ სიმართლის დადგენა არ სურს, ალბათ ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს თეონა, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. გიორგი კახარიას რაღაცის რო ეშინოდეს, ის პრემიერი იყო და რო გადადგა ბრძოლაში და ომში არ ჩაერთვებოდა. მე გაგახსენებთ მას თავს დაესხნენ ორჯერ. ჩვენი პარტიის მისამართით ივანიშვილი განსაკუთრებული აგრესიით წინასაარჩენოდ გვემუქრებოდა არა მხოლოდ კახარიას მეც და ჩემს. მაშინ ასეთი სიჩქარე არ ქონდა ალბათ აკრეფილი დიქტატურას, ისეთი როგორიც აქვს ახლა. რა მნიშვნელობა აქვს თავს არ დაესხნენ? ფიზიკურად თან ძალიან ძიმედ, ანუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რო ბრძოლის გვეშინოდეს, დამერწმუნეთ თეონა, ძალიან ბევრჯერ გქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბრძოლაში არ ყოფილიყავით და მაგრამ არც ერთი ნაბიჯით არ დაგვეხებია უკან. ამიტომ რა თქმა უნდა ეს აბსურდია, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ვართ, ხო? ეს არის, ანუ არ ვიცი, ხა მე უბრალოდ მეღიმება ამაზე, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ხანია გახარეს და მუშაობ და ვიცნობ ამ ადამიანს კარგად და ჩემთვის სასაცილოა, თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ აიქნებ პასუხისმგებლობის ეშინიათ, ამიტომ შეიძლება მივიდეს. ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. პირიქით, ოღონდ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მისი გადასაწყვეტი. არ აღიქვას მაყურებელმა, რომ ან მე ვიღებ, ან მე ვაჟღერებდე, ან ჩვენი გუნდი აჟღერებდეს კახარიას მისაღებ გადაწყვეტილებას, ეს არ არის. მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერი არ გვაქვს ჩვენს გუნდს, არც კახარიას არ აქვს. დასამალი არასდროს ქონია და თუ კი ვინმეს ეშინია, ან უნდა ეშინოდეს, ეს ჩემი აზრით მეორე მხარეა. კეთილი. ბოლოს კითხავთ ანამ პრეზიდენტთან აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში თქვენი წარმომადგენელი დადის ხოლმე შეხვედრებზე, ხო? დიმიტრი სკიტიშვილი. ანუ მასთან შეთანხმდით თუ არ შეთანხმდით, გითხარით კომისიაზე მისვლა არ მისვლა საკითხს, იმიტომ რომ მეხუთე პრეზიდენტმა ეს გამოაცხადა როგორც ყველა პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება ერთობლივი და ამის შემდეგ თქვენ მალევე თქვით პრინციპში, რომ აი ინდივიდუალურად გადავწყვეტთ. კი, მართალი გითხრათ, მაშინაც ჩემი პერსონალური და ზოგადად გუნდის პოზიცია იყო, რომ ეს არის არა კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება, არამედ ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება. ამას მხოლოდ ჩემს გუნდზე და ჩვენს გუნდზე არ ვამბობ. ზოგადად მგონია, რომ ნებისმიერმა, ანუ ეს რაღაცა პარტიულად მისაღები გადაწყვეტილება, მე პირადად არ მგონია და ჩვენს გუნდს არ გონია. მაშინაც ეს პოზიცია გვქონდა, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა კოორდინაციაში რო ვართ, ქალბატონ ზურაბიშვილთან პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და ევროპული მომალიტაციის საკითხზე, ხა ეს კოორდინაცია შეუძლებლად გრძელდება და გვაქვს ეს კოორდინაცია, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხზე მაშინაც მიმაჩნდა და მიგვაჩნდა, რომ ეს არის არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი ამ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციასთან არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ჯერზე არ შეიძლება კომისიაში მანდატებიც კი გაქვთ პრინციპში დატოვებული. ორი კარგი არგუმენტია. კარგი არგუმენტი მოგვაწოდეთ, ერთადერთი ვართ, ვისაც გვაქვს კვოტა, ესე ვთქვათ, ამ კომისიაში, მაგრამ არ ვიყენებთ, ხო, შემდგარი ფაქტია. მადლობა. დიდი მადლობა ანა ბუჩუკური პასუხობდა ჩვენ შეკითხვას.